საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. იშვიათი სანახავია ასე დაცლილი ჯვრის წყალსაცავი. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ წყლის დონე ჩვეულ ზღვარს დაუბრუნდება და საქართველოში ყველაზე დიდი ჰიდროელექტროსადგური სრული დატვირთვით განაახლებს მუშაობას. საქართველოში ჰიდროელექტროსადგურის აგებაზე ფიქრი პირველად ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ დაიწყო და ყურადღება მდინარე ენგურის ჰიდრორესურსების გამოყენებაზე შეაჩერა. ის 20 წლის განმავლობაში ცდილობდა თავისი იდეის განხორციელებას, მაგრამ უშედეგოდ. ნიკო ნიკოლაძის მცდელობას უკვალოდ მაინც არ ჩაუვლია. ქართველმა ენერგეტიკოსებმა გასული საუკუნის 50-იან წლებში ენგურ-ჰესის პროექტზე დაიწყეს მუშაობა და უკვე 1961 წლიდან მდინარე ენგურზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ასეთი მასშტაბური პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდებოდა. თაღოვანი კაშხლის სიდიდისა და ადგილის სეისმომდგრადობის პრობლემის გამო ამ პროექტს ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. თუმცა მშენებლობა წარმატებით დასრულდა და 1980 წლიდან ენგურ-ჰესმა მუშაობა სრული დატვირთვით დაიწყო. იმხანად მსოფლიოში ყველაზე მაღალი კაშხალი ენგურ-ჰესის თაღოვანი კაშხალი იყო. მოგვიანებით მას კონკურენტები გამოუჩნდა. დღეისათვის ენგურის კაშხალი დედამიწაზე არსებულ გიგანტურ კაშხალთა ათეულში ინარჩუნებს ადგილს და ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ენგურ-ჰესის ჰიდროელექტროსადგურის ობიექტები სამეგრელოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული. კაშხალი და წყალსაცავი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარში მდებარეობს. ძალოვანი კვანძი და მიწისქვეშა სადგური თავისი აგრეგატებით გალის რაიონის სოფელ საბერიოშია განთავსებული. ენგურ-ჰესი უმნიშვნელოვანესი ობიექტია როგორც ქართული, ისე აფხაზური მხარისთვის. სწორედ ენგურ-ჰესის წყალობით ახერხებენ წლების განმავლობაში ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსები საერთო ენის გამონახვას. ენგურ-ჰესიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% ქართულ მხარეს ხმარდება, 40% კი აფხაზურს. უნდა ვთქვა, რომ ენერგეტიკაში ქართულ და აფხაზ ენერგეტიკოსებს გვაქვს ძალიან ნორმალური, შეიძლება ითქვას საუკეთესო ურთიერთობა. ერთი მხრივ საბედნიეროა, რომ ასეთი ხიდი გვაქვს და მეორე მხრივ სამწუხაროა, რომ მარტო ერთი ხიდი გვაქვს ასეთი. მუდმივი შეხვედრები გვაქვს, მუდმივად ერთად ვიხილავთ პრობლემებზე და მე არ მახსოვს შემთხვევა 93 წლიდან, რომ ჩვენ რამეში დავპირისპირებოდით ერთმანეთს და შეგველახა ენგურ-ჰესის ან ერთმანეთის ინტერესები. ეს სადერივაციო გვირაბია, რომლის სიგრძე დაახლოებით 15,5 კილომეტრია. ამ გვირაბის საშუალებით უკავშირდება ერთმანეთს ენგურ-ჰესის ობიექტები. გვირაბის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი სამეგრელოს მთებში გადის, 5,5 კილომეტრი კი აფხაზეთში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით გვირაბის მონაკვეთზე, რომელსაც ეწოდება ოლორის გადასასვლელი. აქ გვირაბი გამოდის მთებიდან და აკვედუკის საშუალებით შედის მეორე მხარეს გვირაბში, ეს არის დაახლოებით მე-5 კილომეტრი გვირაბის. და რაც შეეხება შიგნით ჩატარებულ სამუშაოებს, ეს არის ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები, რომელიც ისახავს მიზნად კლდის ქანების გამაგრებას, ავარიის პრევენცია, რამე დიდი ავარია რომ მოხდეს და იმავდროულად გაჟონილი წყლის რაოდენობის შემცირებას, რაც ბუნებრივია იწევს ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდას. აქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია ენერგონი ასრულებს. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება და სადერივაციო გვირაბი სპეციალური რკინის კარით 15 წლით დაიხურება. გვირაბში გამავალი წყალი აფხაზეთში მდებარე მიწისქვეშა სადგურის აგრეგატებს აამუშავებს და ენგურ-ჰესი სრული დატვირთვით ამოქმედდება. დაბა ჯვარში ყოფნის დროს სურვილი გაგვიჩნდა ენგურს გაღმა გადავსულიყავით.
და იქ არსებულ ჰიდროელექტროსადგურის ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოები გადაგვეღო. ბატონი ლევან მებონიას დახმარებით სოხუმიდან აფხაზეთში გადასვლის ნებართვა მოვიპოვეთ. ენგურის ხიდისკენ მივდივართ. დიდ ინტერესთან ერთად მღელვარებაც მატულობს, რადგან საქართველოს არაკონტროლირებად მხარეში უნდა გადავიდეთ. ეგრეთ წოდებული საზღვარი მშვიდობიანად გადავკვეთეთ. გავიარეთ ჯერ აფხაზური, შემდეგ რუსული კონტროლი და სოფელ საბერიოსკენ მიმოვალ გზას დავადგეთ. გზა არც თუ ისე კარგია, მაგრამ ჩვენი მეგზური გვარწმუნებს, რომ ამ გზის შეკეთება მალე იგეგმებაო. სევდა შემოგვაწვა, როცა საქართველოს კონტროლს მიღმა დარჩენილ ქართულ სოფლებს ჩავუარეთ. Ჩვენს უკან რა ჩანს სადურმყოფებით? ჩანს პირველ რიგში ენგურესის ქვესადგური 500-220 კილოვოლტის და საწარმოო კორპუსები. ჩანს პირდაპირ ურთის მთა, ეს არის ხობის რაიონის ზუგდიდში რო შემოვდივართ. ჩანს სათანჯოს მთა, რომელზეც სხვათა შორის იდგა ისტორიული ციხე, კოშკი, მაგრამ დაინგრა და სამწუხაროდ ახლა არ ჩანს. აი ჩანს საზღვრის ზოლი, სადაც გადის ესე იგი ენგურიდან აფხაზეთისა და სამეგრელოს საზღვარი. ამ სასაზღვრო ზოლზე არის განლაგებული, ესე იგი რუსეთის სასაზღვრო ჯარის ნაწილები არიან განლაგებული. თქვენ თანამშრომლებს არ გაქვთ ხომ პრობლემა გადაკვეთა? არა, ურთიერთობა არის ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები ძალიან კარგი, ასე რომ ამ ხრივ პრობლემა არ აგვაქვს. თუმცა რა თქმა უნდა პოსტების გავლა გვიწევს ხშირად და რას იზამ ასეთი. და დღეს რეალობა და ბატონმა გიამ ჰიდროელექტროსადგურის ობიექტები დაგვათვალიერებინა. პირველად მიწისქვეშა სადგურისკენ გავემართეთ, რომლის სიღრმე 120 მეტრიდან იწყება და ქვედა წერტილი 150 მეტრამდე აღწევს. 1978 წლის ნოემბერში ამ სადგურში საზეიმოდ აღინიშნა პირველი აგრეგატის ამუშავება. დამსწრე საზოგადოებას სამადლობელი სიტყვით მიმართა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ცენტრალური комитетის პირველმა მდივანმა ედუარდ შევარდნაძემ. От имени всего нашего народа сердечно и горячо поблагодарить за ваш труд, за ваш героизм, за самоотверженный путь на благо нашей великой Родины. იმ დროს ვერც ედუარდ შევარდნაძე და ვერც იქ მყოფი ქართველი ენერგეტიკოსები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ 13 წლის შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. რუსეთიდან პროვოცირებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად კი ეს ობიექტი საქართველოს კონტროლს მიღმა აღმოჩნდებოდა. მიწისქვეშა სადგურში სამუშაოებს ძირითადად ადგილობრივი მცხოვრებლები ასრულებენ. ადგილობრივმა
ახალგაზრდობამ კარგად აითვისა, მით უმეტეს აქ იყო ძალიან დიდი ტექნიკური პოტენციალი მშენებლობის დროიდან, ასე რომ აქაური პერსონალი დაშლის და აწყობს აგრეგატს. თუ პირველ წლებში აქ ჩვენ სერვისებზე გამსახურებოდნენ თქვათ რუსული დიდი სამონტაჟო ორგანიზაციები, კავშირის საკავშირო მასშტაბის ორგანიზაციები, დღეს ამას ყველაფერს აკეთებს ადგილობრივი პერსონალი. ენგურხესის ამ ობიექტზე დაახლოებით 800-მდე კაცია დასაქმებული. მათ შორის არიან ადამიანები, ვინც 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბრის უმძიმეს დღეებში არ მიატოვეს თავიანთი სამუშაო ადგილი და ჰიდროელექტროსადგურის ეს ნაწილი დატბორვას გადაარჩინეს. ხელმძღვანელობიდან მქონდა მითითება, ტელეფონოგრამა იყო გამოგზავნილი, მოქმედების პროგრამა რა უნდა გაგვეკეთებინა ენგურხესის ოკუპირების საშიშრების შემთხვევაში. და მითითებული იყო, რომ გაგვეჩერებინა საერთოდ სადგური, გაგვეკეტა და პროგრამა იყო იქ რა უნდა გაგვეკეთებინა და ხალხი გაგვეყვანა აი ამ ზედა ჯვარის გზით დისლოკაციის ადგილი ჯვარი. ჩვენ მქონდა უფლება, რომ მართლაც მოქცეულიყავი დაგვეტოვებინა, იმიტომ რომ ადამიანის სიცოცხლეს საშიშრება თუ ემუქრება, ენგურხესი რა ობიექტიც არ უნდა იყოს, უნდა დატოვო და პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლე უნდა გადაარჩინო. მაგრამ ჩვენ ვიმშელეთ და გამომდინარე იქიდან, რომ სულ ზღაფავდა საქართველოს ენერგეტიკა იმ პერიოდში, გადავწყვიტეთ დავრჩენილიყავით. და დავრჩით მართვის ფარზე. აქ ყველა თითქმის აქ ვათენებდით. დღე და ღამე აქ ვიყავით ობიექტზე. საჭმელი, სასმელი ტყეში გავდიოდით, ვაგროვებდით წაბლს და მოვხარშავდით და იმით ვიკრებებოდით. და ეგეთი სიტუაცია იყო, ძალიან რთული სიტუაცია, სადღაც ჯერ თავიდან სადღაც 3 დღე აქ არ შემოსულა არავინ და 3 დღის მერე ნელ-ნელა გამოჩნდნენ ელექტროდებული მარადიორები და ესენი და მიდიოდა ძარცვა, ერთი ამბავი. თავიდან რო შემოვიდნენ ესენი ოქრო და ტყავს მისდევდნენ უფრო. მერე ნელ-ნელა მოყებოდა პატარ-პატარა ჭანჭიკები და ეს რომ მქონდათ ისეთი ხალხი. მე დამხდნენ იქ რომ გამოვედი დინიდან. გამხადეს ეს ქურთუკი, ბეჭედი წამართვეს. მერე ბატონმა ლევან მებონიამ ჯემპრი მომცა, ერთი შავიცი მეორე დღეს ისიც გამხადეს. რა ვიცი რაღაცა საულები ხდებოდა, მაგრამ რული საკეთები რო არის მეთქი. დიახ. ამბობდი ხო იქ იმას აქვს 16 ჭანჭიკი. ენგურხესის რამდენიმე თანამშრომლის გმირობის ფასად ჩვენს ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების მიუხედავად ჰიდროელექტროსადგურს მუშაობა არ შეუწყვეტია და სასიცოცხლო ობიექტებს ელექტროენერგიას აწვდიდა. მოგვიანებით მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და აფხაზეთის მხარეში დარჩენილი ენგურხესის სადგურზე თანამშრომლებმა დაბრუნება დაიწყეს. არიქა სახელმწიფო თათბირი. მაშინ მუშაობდი მშენებლობაზე, აი კომპლექტაცია მევალებოდა ქართებთან. ჩვენ ვიყავით 9-10 კაცი პირველ დღეებში, მერე 1-2-3 კვირის მერე კიდე მეორე 10 კაცი შემოგვემატა. გავიდა 1-3 თვე და უკვე 100 კაცამდე მივედით და უკვე არ გაგვიჩერებია ერთი დღით სადგური და აგრეგატები რა. განსაკუთრებით აი ცვლის ინჟინერებს უწევდათ. ხანდახან ცხონებული გიორგი მიქავა დირექტორი უკვე ასაკოვანი კაცი იყო, საკმაოდ ხნიერი კაცი იყო და მასაც კი უწევდა მორიგე ინჟინერად რაღაც საათებით რომ ჩანაცვლებოდა ვახტის ინჟინერს ასე ვთქვათ. ჰესის შენარჩუნება ეს ძალიან დიდი განძია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ვინც დატოვა ჰესი, ჩვენ ვიცით ეგერ ვარდი ჰესების მაგალითზე, რომ იქ დაიტბორა 3 ჰესი და ახლა ფუნქციონირებს მხოლოდ 1. აი ეს მსგავსი შემთხვევა აქ რომ მომხდარიყო, წარმოგიდგენიათ, ახლა ჩვენს ენერგეტიკას რამდენი რამ დააკდებოდა, ასე რომ მადლობა იმათ, ვინც აქ დარჩა თავიანთი სიცოცხლის ფასად. მერე ჩვენც შემოვედით ნელა-ნელა და ისევ ავაწყვეთ და რაც შეეხება ეხლანდელ სიტუაციას, ჩვენ ვახერხებთ რიგითი მოქალაქეები, აფხაზი და ქართველები, ვითანამშრომლოთ და ვიცხოვროთ
მშვიდობიანად. მე პირადად აქ მუშაობ, ცხოვრობ იქით საქართველოს ტერიტორიად კონტროლირებად ტერიტორიაზე და მიწევს უგადასვლა გადმოსვლა, მაგრამ მე არ მახსენდება რამე ცუდი შემთხვევა აფხაზების მიერ ჩვენს მიმართ ჩადენი. მე არ მახსენდება ასეთი რამ, რა ვიცი, ვართ ახლა მშვიდობიანად და რაც შეეხება ეს რიგით ხალხს და ვისურვებდი პოლიტიკოსებსაც გამოენახოთ საერთო ენა, აი ეგ არის მთავარი, თორე რიგით ხალხს ერთ მიწაზე დაბადებულებს და გაზრდილებს ჩვენ არ გვიჭირს ვითანამშრომლოთ და ვიცხოვროთ მშვიდობიანად. 96 წლის იანვარში მე დავიწყე აქ მუშაობა და ეს მე არ ვნანო აქ მუშაობას, აქ ჩემი მშობლები იყვნენ, მოხუცები, მე მათ გაუწიე კარგი სამსახური, ავად იყვნენ და ეხლა დღეს ისინი არ არიან ცოცხლები, მაგრამ მე აქ შევქმენი მერე ოჯახი, მყავს ერთი ბიჭი. მე სოფელში ჩემი მშობლების სახლი მაქვს და ის ეხლა უპატრონოდ არის, იმიტომ რომ მე აქ გავთხოვდი, ჩემი და თბილისშია, მაგრამ აი ვერ ველევიცით იმ სახსაც ვერაფრით ვერ ვყიდი, იმდენად ჩემთვის ახლობელია და ჩემმა და წიგნიც კი დაწერა, ჩემი სახლი, ჟურნალისტია ჩემი და ისეთი იმას რომ ვკითხულობ, სულ მეტირება ხოლმე, ისეთი განცდა და ისეთია ეს ჩემი მშობლიური სახლი რო გეკარგება და ასეთი საფრთხე ემუქრება, ეს ძალიან მტკივნეულია, რა თქმა უნდა და ეხლა იყო სირთულეები, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე აქ და იყო სირთულეები, მაგრამ აი ნამდვილად ვერ გავიხსენებ რაღაც ისეთ მომენტს, რომ მე აქ შემექმნა ხიფათი, აი ეს გადასვლასთან დაკავშირების საზღვრებზე იქნებოდა სირთულეები, მაგრამ აი ესეთი რაღაც საფრთხე ნამდვილად არ მქონია და საშიშროება, რომ გავქცეულიყავი აქედან. ენგურხესი მშვიდობის კუნძულია კონფლიქტის ზონაში. დღეს აქ მომუშავე ქართველებსა და აფხაზებს სადავო აღარაფერი აქვთ. ენგურხესი დღეს არის შემაერთებელი ხიდი მაინც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. სახალხო დიპლომატია შეიძლება აქედან აიგოს ამ ურთიერთობიდან. ზოგადადაც თვითონ ობიექტის მნიშვნელობა ორივე მხარისთვის იზულებულს ღვთის რომ ვითანამშრომლობთ, ხო? და ეს თანამშრომლობა მე გადადის თანდათან მეგობრობაში, ურთიერთობებში. ბევრი ისეთი ის არის, ბევრი რამდენიმე ისეთ აფხაზს ვიცნობ, ინატრებ ამასთან მეგობრობას რაჯობია და ურთიერთობას რაჯობიაო. ჩვენი აფხაზეთში ყოფნის ვადა იწურებოდა. საღამოს საბერიო დავტოვეთ და ენგურის ხიდისკენ გავემართეთ. გადმოუკვეთეთ მდინარე ენგური. გაღმამხარეს დარჩა ენგურხესის ნაწილი. ჩვენი მშვიდობისა და იმედის კუნძული. იქნებ სწორედ ეს კუნძული გახდეს საწინდარი ორი მონათესავე ხალხის, ქართველების და აფხაზების შერიგებისა.